გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გადაცემას ვიწყებთ ტრადიციულად სოლიდარობით და სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, რომელიც ძალიან მოგვენატრა და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს, თავისუფლებას უსურვებ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ტროტუარზე დგომის გამო და Facebook პოსტების გამო იჭერენ ხალხს, ამ ყველაფრის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე დარახველიძე, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ძალიან დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. მე ეს განცხადება თავიდან იმიტომ ჩავსვი, რომ მინდა რომ გითხრათ, რომ აი რა კარგი რაღაცა გვითხრა. მოდით ნახოთ ეს განცხადება. საქართველოში სრულიად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამას გვეუბნება ჩვენი მინისტრის მოადგილე, სრულიად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება. ოღონდ აერში ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ვისაც მიწაზე ფეხი ედგა, ყველა დააპატიმრებს. ერთი სიტყვით, ვინც მშვიდობიანად შეიკრიბებით აერში, თქვენი უფლებები იქნება სრულიად დაცული. ალექსანდრე დარახველიძეს ერთი ნიუანსი გამორჩა. მშვიდობიანი შეკრების უფლება კი არის დაცული, მაგრამ ასევე დაცულია დაუნდობელი დარბევის უფლება. აბა ცალმხრივად ხო არ იქნება ეს უფლებები დაცული. სწორედ ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ ვერ მოგვერევიან. აი ამიტომ უსწრებთ სოფლიოს ყველაფერში. მინდა გაგაცნოთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ძვირფასო მეგობრებო, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. განათლების მინისტრის ინფორმაციით, მალე დედაქალაქს რამდენიმე ულამაზესი ფეშენებელური კორპუსი შეემატება. ბოდიში ეს ინფორმაცია სხვანაირად უნდა გამომეცხადებინა. მოდით ნახოთ განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადება. მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ფათაშორის ეს განცხადება ჩვენ და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა ერთდროულად გავიგეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდებული რეფორმაა, რაც ხელს შეუწყობს კიდევ რამდენიმე ცათამრჯენის აშენებას ჩვენს დედაქალაქში. იმიტომ რომ ამ გაერთიანებით რაც უნივერსიტეტებიდან შენობები მორჩებათ, საკორპუსეთ ახლა მეტი უკეთესი რეფორმა რა გინდათ ახლა განათლებაში. შეესევიან ჩვენი დეველოპერი მგლები, ვინც აკვავს ქვეყანაში. ქართულმა ოცნებამ მორიგი ნაბიჯი გადადგა გასაოცარი დემოკრატიისკენ. ნახოთ ინფორმაცია ამის შესახებ. ოცნების ახალი ინიციატივით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. არადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ კანონს იღებს, მანამდე პირდაპირ ევროპული გრანტების არტერიაზე იყო მიბმული ძვირფასო მეგობრებო და პოლიტიკური საქმიანობა კი არა, შარვალ კოსტუმის ჩაცმაც უნდა ეკრძალებოდეს წესით. და საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, პარლამენტის შენობასთან 200 მეტრის რადიუსში მიახლოება უნდა ეკრძალოს. იმდენ ორგანიზაციაშია ნამუშევარი, მაგრამ შალვამ მოინანია და ჩამოირეცხა deep state-დან აღებული წყეული ევროები, ღმერთო ეს რეები ჩაუდენია, მაგრამ მართლა ჩამოირეცხა ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო სიახლეებია ქართულ სამეწარმეო და ბიზნეს სფეროში, ვნახოთ ეს ინფორმაციაც. რეჟიმის ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება. ესე იგი, უკეთ რომ აგიხსნათ, 2 დღის წინ პარლამენტში, სადაც ქართული ოცნებას 40 ბიზნესმენი მილიონერი ჰყავს, მიიღეს კანონი, აპირებენ მიიღონ კანონი, თუ ვინმე მეწარმე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება, დაჯარიმდება თანხით. ეხლა, რო უკვირდები, ხო, ახლა თავის ხალხს ხომ არ დააჯარიმებენ. მაგრამ რა ვიცი, ჯობდა რომ ჩანაწერში დაგეკონკრეტებინათ, ვინც ოპოზიციურ საქმიანობაში ჩაერთვება. ის დაჯარიმდება მხოლოდ. გაგდით და მაინც ყველაფერი და ბარე ბოლომდე რომ გაატყნინოთ რა იყოთ, კაცო, რა მორიდებული ხალხი ხართ. ჩააწერე რა გარკვევით რა. ბიზნესი თავისუფალიაო, შეგვახსენა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ. მარკეტების ქსელთან შეხვედრის შემდეგ. ეს რომ თქვა, იმ წამის გამოსული იყო სუსი მარკეტების ოფისებიდან, მართლა ოღონდ. მაშინ რო თქვა, რომ ბიზნესი თავისუფალიაო, იმ წამს გამოვიდა სუსი ოფისებიდან. და სპეციალურად შევიდნენ ჟანგბადის ბალონები შეიტანეს
რომ უფრო თავისუფლად ეს უნთქათ ჩვენს ბიზნესმენებს. სპეციალურად შევიდა ესე სუსი. მე ესე გავიგეთ. მარკეტებში პროდუქტების ფასების ზრდის მიზეზი გარკვეულია. მაღალი ფასების წარმომავლობა გამოიძია, როგორც იქნა გია გაჩეჩილაძემ. სუსზე წინ მიხვდა, რომ ვისი ბრალია, უცნობმა. მოდით ნახოთ მისი ვერსია. ეს სუპერმარკეტები რაც დღესაა, ნაცებისაა ისევ. ისევ ეწევიან საპოტაჟს, რომ ფასები ძვირი იყოს, მაგრამ მოგეხედებათ თქვენც. ხედავთ, მე როგორც გავიგე, მარკეტებში ჩვეულებრივ ფასებს ნაცები აწერენ და ეს ყვითელი ფასები ყოფილა ქოცების დაწერილი, როგორც გავიგე. და ნაცები მარტო პროდუქტებს კი არ გვიძვირებენ. აი მარკეტებში რომ მეორე სალარო არასოდეს მუშაობს. მაგასაც ნაცები აკეთებენ, სპეციალურად არ ამუშავებენ საბოტაჟის სახით, გვიწყობენ სპეციალურად რომ აი რიგებში დგომისას ხალხს ამოხადონ სული. ხო უყვართ ხალხის წამება მაგათ. მისახედია ამბისთვის. დინარაძე მიხედავს. უცნობს რადგან შევეხეთ, აქვე მინდა ერთი თემა შევეხო. გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ სუხიშვილების კონცერტზე, რომელიც ჩატარდა ამერიკაში, კარნეგი ჰოლში, ესწრებოდა მსახიობი რობერტ დე ნირო. კონცერტის შემდეგ კულისებში შევიდა რობერტი და გაესაუბრა ნინოს და ილიკოს. ამ ფაქტზე ვნახოთ ისევ უცნობის რეაქცია და კომენტარი. ვერ გავიგე. დე ნირო რა დე ნირო? ნუ კი, დე ნირო რა. რაღაც არ შეიძლება ამისგან გაფეტიშება. თუ ადამიანმა ასე თუ ისე კინო იცის, არ ვიცი ალ პაჩინოსთან როგორ შეიძლება მოიყვანო ეს ამბავი. რა დე ნირო ხალხო? ვინ არის დე ნირო? კულისებში კი არა. მე უცნობის კონცერტზე შუა სცენაზე მიშა სააკაშვილი ავიდა და ერთად იცეკვეს. აზე მოდით თქვენ, კაცო, რა დე ნირო, რის დე ნირო? ერთად აქვთ ამ ხელა ადამიანებს ერთად ნაცეკვი სცენაზე მიშას და უცნობს. ჩემი თვალით თუ არ გქონდეს, ნანახი არ გეტყოდით. საერთოდ რა შუაში იყო ეს შეფასება, ხო ვერ მივხვდი ვერანაირად. სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლია. საქართველოს სახელით ატარებენ კონცერტს და თუ ვინმე ცნობილი შეხვდა წესით, რატო უნდა გეწყინოს? ძვირფასო მეგობრებო, მე არ მესმის. პირიქით ხო უნდა გაგიხარდეს, არა? მაგრამ მე მივხვდი, ესაა ქოცური მენტალობის ბრალი. ეს არის ქოცური მენტალიტეტი. სწორედ ესაა ქოცობა. თვითონ ხო კარგადაა, მაგრამ ეს არ ყოფნის. შენ აუცილებლად ცუდად უნდა იყო, თორე თვითონ ბოლომდე კარგად არა. აი როცა ცუდად ხარ, მაშინ არის კარგად. აი ეს არის ქოცობა. შესაბამისად, აი ეს ნაკლებად სასაცილო ანალიზი შემოგთავაზეთ. ყველამ რომ გაიაზროთ ტვინში, რომ გაიელოთ. და უბრალოდ რომ გაგიხარდეთ, რომ დე ნირო ნახა ჩვენი ქართული ცეკვა. უბრალოდ ეს რომ გაგიხარდოთ, მხოლოდ ეს. მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების მორიგი პროპაგანდისტული შედევრი. იცით ალბათ დაოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს. ნახოთ როგორ დააკნინა იმედმა ეს ფორუმი. დავოსში ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას ადგილობრივ სექს მუშაკთა პლატფორმის მომხმარებლების რიცხვი 4000%-ით გაიზარდა. 4000%-ით ხალხო, ხედავთ რა ხდება ამ ეკონომიკურ ფორუმზე. ბოზებით ყოფილა გამოტენილი. ბოზებით. ამ ფორუმის შემდეგ თურმე ყირაზე გადადიანო, ესე გავიგე ჩინოვნიკები. მაგიტომაც არ წავიდა ჩვენი პრემიერი, რომ ამ ხელად სტულების მორევში არ აღმოჩენილიყო და ცოდვაში ვარ ჩავარდნილიყო. კიდე კარგი გადარჩენილები ვართ ხალხო. 4000%-ით ხალხო ბოზები მომბრავლებულან. ეს ნიუსი უნდა გაგეგრძელებინა. დავოსში მთელი ღამე იგრძნობდა 5 ბალიანი ინტენსიური ბიძგები და ისმოდა უმოწყალო კვნესის ხმა. სოფლიო ეკონომიკა კი არა, სოფლიო გარყვნილების ფორუმია. ადამიანების ალაპარაკით ესეთი ტრაგიკული ხმით. მე რა მაინტერესებს ისეთ მონაკოს კლუბებს რატო მარდებთ? მონაკოში უნდა გაგეზომათ 2025-ის აგვისტოში გულწასული ქალბატონების რიცხვი 10000%-ით ყოფილა გაზრდილი. თურმე ზარქუას რომ ჩაულია ქუჩაში გალებს გულები მისდიოდათ.
გულები მისდიოდათ. ერთმანეთზე ეფინებოდნენ პირდაპირ ქუჩაში. ეს რა სილამაზემ გაიარაო ესე. ასე გაივლიდნენ და ცრემლები, მუხლები ეკვეთებოდა და მარდებოდნენ. მაგრამ ის მაინც ასე მიდიოდა. მაგრამ რა არის ისი ტელეკომპანია იმეც ერთი შეცდომა გაეპარა, როცა ეს პოსტი დადო. თუ ამ ფორუმზე 4000%-ით გაიზარდა სექსმუჩაკ ქალების რაოდენობა, თუ ამდენი ბოზი ჩავიდა, ესე იგი გამოდის რომ ევროპელ კაცს კაცი ჰქვია და ქალს ქალი, ხო? აი სადაიჭრა იმედის ანტიევროპული პროპაგანდა. ესე იგი ამ ევროპელ კაცებს რაღაცა შეძლებიათ, ხო? ხედავთ, აი ეს არის კი. ამიტომ ცოტა დაფიქრდით ხოლმე რასაც წერთ. საერთოდ თუ კარგად დავაკვირდებით, არსად აღარ გვეძახიან ძვირფასო მეგობრებო. ქვეყანა სრულ იზოლაციაში. ასე თუ გაგრძელდა რომელიღაცა ამაზონის ჯუნგლების ტომს დავემსგავსებით, რომლებიც ცივილიზაციას გაურბიან და თან ჩამორჩებიან და ვიცხოვრებთ მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით, ცუდი კომენტარების წერით, ბოღმით, შიგადაშიგ უცხოეთიდან იუთუბერები და მოგზაურები ჩამოვლენ და დაგვაკვირდებიან, როგორც ევროპაში მცხოვრებ უძველეს გადაშენების პირას მყოფ ღვარძლიან რასას. ასეთი იზოლირებული ქვეყანა, როგორც დღეს არის, იყო მხოლოდ და მხოლოდ მხედრიონის დროს. ვართ ასე მიგდებულები ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი აი როგორც სასტუმროს კარებზე ვკიდებთ ხოლმე წარწერას, ისეთ წარწერას თუ დავკიდებთ ქვეყნის შემოსასვლელში don't disturb. არ შეგვაწუხოთ. სოფლიოს რომ ეგონოს რომ ყველას კი არ ვკიდივართ, უბრალოდ ვისვენებთ. და არ გვინდა რომ ვიღაცამ შეგვაწუხოს. აი ესეთი წარწერა ჩამოვიდა. მალე აზერბაიჯანი და სომხეთის აღარ გაატარებენ ჩვენზე სატრანზიტო ტვირთებს. აქეთ ევროპული დახმარებების საერთოდ შეწყდა ერთი სიტყვით, მალე ჩვენს ქვეყანას დიდი გაღატაკების ეპოქა გველოდება. რაც შეეხება სუპს, ამ კონკრეტულ პერიოდში მაგასაც ვერ შეგპირდებით, რომ გექნებათ. უფრო რა ვიცი, ფოთლები გვაქვს, ფოთლებს აბჭამთ. ან რა ვიცი. რაღაც ნებისმიერი რამე რაც მოიპოვება ბუნებაში. ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ უნდა აღდგეს პოლიტიკური დებატები. დებატები უნდა აღვადგინოთ, ანუ ოცნებას უნდა რომ ვიღაცეებთან იდებატოს. რა თქმა უნდა, ნამდვილი ოპოზიცია არ იგულისხმება აქ, ძირითადად უფრო ახლობელი ოპოზიციონერებთან შევლენ პოლემიკაში, სადაც იქნება რეჟისორის მიერ დადგმული ჯანსაღი კამათი. ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა ეს. მოდით ნახოთ მისი კომენტარი. პირველი, ვინც არა მარტო დებატებს, არამედ დაპირისპირებასაც არ შევუშინდით, ხალხის ძალა ვიყავით. დაავტოვეთ უმრავლესობა და სიმართლე ვუთხარით ხალხს. კიდევ კარგი გურამის განცხადება რომ გააკეთე, თორე შენ რომ არ შეგეხსენები და მე საერთოდ არ მახსოვდა რომ თქვენ ოპოზიციაში იყავით საერთოდ. გეფიცები აი მთელი ღამე ვფიქრობდი, მეთქი ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია. ვის უნდა დაუჯდენ მთავრობა სადებატოდ? მოსახლეობისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დებატებში ვინ უნდა გამოაჩინონ? აჰა, გამოჩდი შენ, ხო, ვითარცა ბნელში ნათელი. ვითარცა ბნელში ნათელი, გურამ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აღშფოთება გამოხატა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ნახოთ რა გზავნილი გააკეთა მან რუსთავის ციხიდან. დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. გარეთ რომ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. მე-14 წელს ამბობს. ერთ კვირაში დავასრულებდიო. ხომ არის ახლა ღირსი რომ უთხრა რომ გარეთ რო იყავი და 2012-ში შენი პრეზიდენტობის დროს რომ არ დაასრულე, იმიტომ ხარ ახლა ციხეში და იმიტომ ოცნებობ გარეთ გამოსვლაზე რომ ერთ კვირაში დაასრულოთ, ხომ არის ღირსი რომ უთხრა. მაგრამ არ ვეთქვი, იმიტომ რომ პატიმარია ახლა და მაინც და არ იქნება ჩემგან ლამაზი. რა სისულელებს ამბობს ახლა ამ ხელა კაცი ეს მიშა, რა სისულელებს, რანაირად დაამთავრებს ერთ კვირაში. ჩვენ აქ ნაჩქარევი არაფერი არ გვინდა გენაცვალე. ჩვენ ამ მთავრობის გასტუმრებას მივხვებით გეგმიურად. აქ არის გაწერილი ყველაფერი და შენ არ აგარევინებთ აქაურობას.
რაც აქეთ იგეგმება. ჩვენ აქ დალაგებულად გვაქვს სერიოზული რაღაცები, გვაქვს ჩვენი საბჭოები, რომლებიც სახავენ რამდენიმე წლის გეგმას. მე საკოორდინაციო საბჭო იხილავს ამას. ამ გეგმას, რომელიც დაამატებს ამ გეგმას ზემოდან კიდევ ერთ გეგმას უფრო ხანგრძლივს. რომ უფრო მოირყეს ეს ქართული ოცნება. მე ეს საბჭოები იყოფა რამდენიმე ჯგუფად. ზოგი საგარეო კრიტიკით კავდება, ზოგი საშინაო კრიტიკით. რაღაცა პერიოდის მერე ვაქვეყნეთ ძალიან სერიოზულ მანიფესტს. სადაც სიტყვით ეწერება წადით. რაც გამორიცხულია ოცნება ამას არ დაემორჩილოს. ხოლო თუ არ დაემორჩილა, მერე იქნება გარდამავალი ახალი გეგმა, ახალი სტრატეგიით, ანუ ახალ წრეზე დავიწყებთ მოძრაობას. ახალ წრეზე წავალთ ახალი მანიფესტებით და მემორანდუმებით. და ასე არ მივცემთ მოსვენების საშუალებას საუკუნეების განმავლობაში ქართულ ოცნებას. სააკაშვილმა კიდე მიმიფუჩეჩა უცებ აქა. ერთ კვირაში მოვავთარებთ საქმესო. არავის არ სჭირდება შენი მიფუჩეჩებული ფინანსური რევოლუცია, რა თქმა. რაში მჭირდება? ამიტომაც მივყვებით გეგმიურად, გეგმაზომიერად, დალაგებულად, დაწყნარებულად, დამშვიდებულად. არსად არ გვეჩქარება. აბსოლუტურად არსად არ გვეჩქარება. როცა იქნება, ხო იქნება. ზოგადად ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა რო შევაჯამოთ, დაახლოებით ასეთ სურათია. ოპოზიციის გაერთიანებაზე ჩამიჩუმი არ ისმის. ყველას თავისი გეგმა აქვს. ქოცების გასტუმრების, რომლებიც ჯერჯერობით თოქ-შოუებში მონაწილეობას არ ცდება. ხალხს აქვს ოპოზიციის იმედი და თვითონ ოპოზიციას კიდე ინგა გრიგოლიას იმედი. რომ იქნება დაურეკოს და გადაცემაში დაპატიმროს. მონოლოგის ბოლოს მინდა ჩემი აზრი გითხრათ. ოპოზიცია ვერ გაერთიანების მიზეზად ასახელებს განსხვავებულ ღირებულებებს, ხრებით. ეს არის თავარი არ გაერთიანების მიზეზი არის, რომ ყველას თავისი ხედვა აქვს და ყველას თავისი ფასეულებები და განსხვავებული ღირებულებები. მე საერთოდ სხვა მიზეზი მგონია. მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ცხოვრობდა ერთი ბრძენი კაცი. ეს კაცი მოხუცდა ძვირფასო მეგობრებო, დაუძლურდა და დაუძახა შვილებს. ბევრი შვილი ჰყავდა. მოდითო შვილებოო აქო. მე ბევრი დრო აღარ დამრჩენიაო და ერთი ბრძნული რჩევა მინდა დაგიტოვოთ. აი ეს ჩემი ისრები მომიტანეთო. ერთ-ერთს უთხრა, მიუტანა ერთმა ისრები. ამოიღო და გაუწოდა ერთ შვილს. აბა მიდიო გადატეხეო. რატო უნდა გადავტეხო? გადატეხე და მერე გეტყვიო, ეს მამა ეუნება კაცო. მე ჩემი ძმის მოტანილი ისა რატო უნდა გადავტეხო, ეს ეუნება. ადგეს და თვითონ გადატეხოსო. კარგიო, უთხრა მამამ, შენ თვითონ გადატეხეო მეორეს. მოიცა კაცო, მე რატო უნდა გადავტეხო, მე მოვიტანეო და გადატეხით სხვამ გადატეხოსო. კარგიო, მომეცე მე გადავტეხაო, წამოიძახა ნაბოლარა ძმამ. დაიცა რაო რა, შენ რატო უნდა გადატეხო რა, შენ პატარა ტოცაც ვერ გადატეხაო, ის არც კი არაო. კაიო, მომეციო, მე გადავტეხაო, თქვა შუათანა ძმამ. ახლა კაი დროსიაო, მიუგო უფროსმა. წეგან მამამ რომ მოგაწოდაო, მაშინ რატო არ გადატეხო? ამ დროს წამოხტა მამა, ბიჭო, გადატეხეთ, ეს დედააფეთქებული ისრები, რაღაცის თქმა მინდაო. მერე უცებ გულზე ხელი მოიგიდა და სულიგან უტევა ამ კაცმა. ნეტარისი თქმა უნდაო, გადახედეთ ძმებმა ერთმანეთს. მე ვფიქრობ, თვითონ მეგობრებო, იმ ცნობილი მოთხრობის ეს ვერსია აქვს წაკითხული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ანუ ამ ისრების მთავარი არსი არის, ანუ ფინალი არის რა ხდება. მიხვდი? მხოლოდ ეს ვერსია აქვს წაკითხული. ანუ დასასრული არ აქვს მოსმენილი და იმიტომაც ვართ აი ასეთ უბედურ დღეში თვითონ მეგობრებო. მაგრამ მაინც ვერ მოგვერევიან, მაინც ვერ მოგვერევიან. ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემ შოუს მუსიკალურად გააფორმოს ბენდი თამრალ ლეგენდის სტუდიაში. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345.
ახალი ქსელები 345. მარტივი 45.